დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორი ტყუილია გამოთქმა აბა ომი გინდა და ზოგადად ეს პროპაგანდა აბა ომი გინდა და იმის პროპაგანდა თითქოს ქართული ოცნება ანუ რუსული საოკუპაციო რეჟიმი მშვიდობაში გვაცხოვრებს. ჯერ დავიწყოთ იმით, რამდენი ადამიანი იქნა იძულებული საქართველოდან გაქცეულიყო. მესამედი მოსახლეობის. ზუსტად მესამედია წასული უკრაინიდანაც. როგორ სასტიკად იბომბება უკრაინა და მესამედზე მეტი არ არის ქვეყნიდან წასული. იბომბება არა უბრალოდ ის ადგილები, სადაც ომი მიდის და სადაც ოკუპირებულია, იბომბება დანარჩენი მთელი უკრაინა და იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები, ეკლესიები, საცხოვრებელი სახლები და მიუხედავად ამისა, ქვეყნიდან გასულია არა უმეტეს 1/3-ისა. ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც გავიდა საქართველოდან ქოციანობის 13 წლის განმავლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი არ არის საქართველოში, როდესაც ასეთი შედეგები გვაქვს? არა, არ შეგვიძლია. შემდეგი მონაცემი კი არა და მაჩვენებელი. შობადობა შემცირებულია ორჯერ. დაახლოებით ორჯერ არის შემცირებული უკრაინაში. შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ ჩვენთან მშვიდობაა და უკრაინაში ომი? არ შეგვიძლია. შემდეგი მაჩვენებელი ნანგრევები. უკრაინაში დაიბომბა სახლები, ეკლესიები, რაღაცა ქარხნები, პორტები, მაგრამ ეს არის ისეთი რაღაცა, რაც ძალიან ადვილად აღდგება, იმიტომ რომ უკრაინას აქვს ამის საშუალება ფინანსური და აღდგება იმ მხრიდაც, რომ არც ერთი დანგრეული და განადგურებული შენობა არ იყო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. არც ერთი. ქოცების დროს ჩამოირეცხა გელათი. გელათი არის და გელათის ფრესკები ისეთი ისტორიული და მემკვიდრეული ნივთი და საგანი, რომელიც უბრალოდ საქართველოს და მხოლოდ საქართველოს არ ეკუთვნის, ეს კაცობრიობის სიმდიდრე იყო, რომელიც უკვე თითქმის აღარ არის, იმიტომ რომ იმ ჩამორეცხვამ ისე გაანადგურა და ისე გააფუჭა, რომ თითქმის აღარ ჩანს უკვე ფრესკები იმასთან შედარებით, როგორ იყო. საღდრისი. უკრაინაში არაფეთქებულა, არაფერი ისეთი, რაც კაცობრიობისთვის ისევე მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო, როგორც იყო საღდრისი. ამ ორი კულტურული ძეგლის გარდა ჩამოიშალა კახეთში ერეკლე მეფე, ხო ძალიან უყვართ ქოცებს და ერეკლე მეფის დროინდელი არკა როგორ არის ქართულად დამოწყდა მახსოვდა სანამ ჩავრთავდი ვიდეოს გამხსენეთ დამწერეთ ვიდეოს ქვეშ. ესეც ისტორიული იყო. არ იყო ისეთი ძველი, როგორიც არის საღდრისი და გელათის ფრესკები, მაგრამ მაინც ხო ძველი იყო, ხო ისტორიული იყო. და ერეკლე ხო ძალიან უყვართ. იმდენი რაღაცა გაფუჭდა და განადგურდა ქოცების დროს, რომ უკრაინას რო შევადაროთ, უკრაინაში რუსეთს არ დაუბომბავს და არ გაუნადგურებია და არ მოუსპობია ამდენად მნიშვნელოვანი რაღაცა. ამ მაჩვენებლითაც უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ვართ. სიკვდილიანობა. კრიმინალის გამო, განუკითხაობის გამო
დაუსჯელობის გამო მკვლელობები ისე გახშირდა, რომ ჯერ ერთი რო აღემატება იმას საქოცეთის პირობებში თვეში გვიკვდება იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე 2008 წლის ომში დაიღუპა. გადახედეთ მონაცემებს 2008 წლის ომში რამდენი ადამიანი დაიღუპა, თავისი სამხედროიან მშვიდობიანიანად და შეადარეთ ჩვეულებრივი ერთი თვე კრიმინალი და განუკითხაობა და ნარკოტიკი რამდენ ადამიანს კლავს საქოცეთის პირობებში. მონაცემები იდენტურია. ერთი თვე და 2008 წლის ომი. რო დავითვალოთ, რამდენი ადამიანი მოკლა ქოცების პირობებში პანდემიის არასწორმა მართვამ. კორუფციის და ფულზე გაღურებულობის და ფულის მოხვეჭის სურვილმა. ეს მონაცემები რო დავითვალოთ, ავალთ 90-იანების ომის მაჩვენებელზე და აფხაზეთის ომის მაჩვენებელზე. აფხაზეთის ოკუპაციის მაჩვენებელზე. იქ თუ ოფიციალურად დათვლილი გვაქვს 15,000-მდე, პანდემიის არასწორი მართვის გამო 30,000-ზე ვართ ასულები. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ტყუილია აბა ომი გინდა, ეს არის უტიფარი, საშინლად ცინიკური პოლიტიკა, რომელსაც საერთოდ ვიღაცა რო ყავს ისეთი, რომ ვისაც ამის ჯერა, ძალიან გასაკვირია. არადა სამწუხაროდ ამის ბევრს სჯერა. ჩემი წარბებზე ვისთანაც დავდივარ ვაკაში, იმ ქალს ჯერა, რომ ქოცები მშვიდობას გვინარჩუნებენ, ჩემს მეზობელ ირმას აგერ ჩემგან დიაგონალურად ცხოვრობს ჯერა, ჩემს ცოტა იქითა მეზობელს კიდე ამის ჯერა. ანუ მთავარია რომ მშვიდობაა და გონიათ რომ ის რაც ხდება მართლა მშვიდობაა. არადა ოდნავ მაინც რომ გაამოძრაო თუ რამე დარჩა თავის ქალაქში და ფაქტები რომ ამოიღო, უნდა დაინახო რომ სასტიკად გატყუებენ და დაგცინიან, გარდა იმისა რომ გატყუებენ, დაგცინიან. ასევე ჩართულები ვართ ამ ომში ოღონდ აგრესორის მხარეს. იმით რომ აგრესორს ყველანაირად ვეხმარებით რომ სანქციებს თავი აარიდოს, გავუხსენით ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ბაზა, მივეცით საშუალება რომ სამხედრო შტაბი, სამხედრო და სადაზვერვო შტაბი კონდეს საქართველოში, რაც ახლახანს გუშინ უკრაინის გურმა გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, მათ უკვე დიდი ხანია იციან რომ ეს არის ეს შტაბი, ეს შტაბი მოსმენაზე ყავდათ აყვანილი და ის შტაბი რა ინფორმაციებითაც სარგებლობდა თუ ოპერირებდა, იმ ინფორმაციას თვითონ უკრაინა თავისთვის იყენებდა, ესე ჭკვიანურად აქით იყენებდა სათავისოდ, მაგრამ ახლა უკვე თქვეს და გამოაცხადეს რომ მსგავსი ობიექტები დაცულად სოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ უნდა გრძნობდნენ თავს, იმიტომ რომ გური მათზე ნადირობს და თუ მართლა არსებობს და დადასტურებულია, ნახა მართლა არსებობს თუ არა, გურში არ მეპარება ეჭვი, დარწმუნებული ვარ რომ არსებობს და შეიძლება არაერთი იყოს ასეთი, თუ გური მას ნამდვილად გაანადგურებს ფიზიკურად, მე ძალიან გამიხარდება. ძალიან გამიხარდება თუ გური ამისთვის აღმოაჩენს ადამიანებს საქართველოში, ანუ ქართველებს ასე ვთქვათ დაავერბოვკებს ამ საქმისთვის. ესეც ძალიან გამიხარდება თუ გამოჩნდებიან ისეთი ქართველები, რომლებიც უკრაინასთან ითანამშრომლებენ იმისთვის, რომ ეს ობიექტი და ეს რუსული შტაბი გაანადგურონ.
ფიზიკურადაც ომში ვართ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ისე ვიხოცებით და იმიტომ ვიხოცებით, რომ საოკუპაციო რეჟიმის ჩექმა გვადევს სახეზე. აბა ომი გინდა ტყუილია, უტიფარი, დამცინავი და საშინლად ცინიკური.